კარგად მოკალათით. ახლა მე თქვენ დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადამიანთა ჯგუფს გაგაცნობთ. ეს ბაჯაუ ხალხია. ხალხი, რომელთა ცხოვრებაც იწყება და სრულდება წყალზე. კვლევებმა აჩვენა, რომ მათმა ელენთამ საუკუნეების განმავლობაში ევოლუცია განიცადა და National Geographic-ის ცნობით ისინი პირველი ადამიანები არიან, ვინც ყვინთვასთან გენეტიკურად ადაპტირდნენ. 60 მეტრის სიღრმეზე 13 წუთამდე შეუძლიათ გაძლონ ყველანაირი ეკიპირების გარეშე. წყლის ბოშები ფილიპინებში, მალაიზიასა და ინდონეზიაში არიან დასახლებული. დღეს კი მე სწორედ ინდონეზიაში, კერძოდ ტოგიანის კუნძულებზე ჩამოვედი, რათა ამ საოცარ, წყალზე დაშენებულ ბაჯაუ ხალხის სოფელ კაბალუტანს ვესტუმრო და გაჩვენოთ როგორია მათი ცხოვრება ამ სამყაროსგან მოწყვეტილ ადგილზე. ქალაქი ამპანა, ცენტრალური სულავესი. ჩემი თავგადასავალი სწორედ აქედან იწყება. ეს პატარა საპორტო ქალაქია, საიდანაც მოსახლეობა ტოგიანის სხვადასხვა კუნძულებზე ასეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაჰყავთ. ვიყიდეთ ბილეთები, რომლებიც $20-მდე დაგვიჯდა ორ ადამიანს. ჩაუბარგდით და მალევე დავიზარით. უნდა ჩავიდეთ დასახლება ვაკაიში, რომელშიც პირად ნავს ავიყვანთ და გავცურავთ კაბალუტანისკენ. ვაკაიში დაახლოებით 2 საათში ჩამოვედით. აქედან კიდევ 2-3 საათის გზა გვაქვს, თუმცა საერთოდ არ გბეზრდება, იმხელა სიამოვნებას იღებ ტროპიკული ვიზუალებით. რაღაც მომენტში უეცრად მოიღრუბლა, ჩამობნელდა, იწვიმა, ნავში დგებოდა წყალი და ტიპი ხელით ხვირდა. თან ღრმა წყლის შიშრებობს ადამიანს, ეგრევე წარმოედგენ როგორ მიგათრევს რაღაცა. მოკლედ, მაგრად არ გაასწორა. საბედნიეროდ მალევე გამოიდარა და კაბალუტანიც გამოჩნდა. ვიცოდით, რომ ბავშვები იქნებოდნენ და კანფეტები წამოვიღეთ, იმიტომ რომ მათთვის ეს უბრალოდ ფუფუნებაა. მოკლედ ჩამოვედით კაბალუტანში და როგორც ხედავთ, ძალიან ბევრი ბავშვია. ყველა ძალიან საყვარელი და ძალიან ბედნიერი, ყველა ისინი ძალიან მაგრად შეგვეგებდნენ. ეხლა პირველ რიგში ვიპოვოთ დასარჩენი, სადაც დავრჩებით დღეს. და მე უკვე დავიწყებ შემოვლას და გაჩვენებთ ყველაფერს, როგორია ცხოვრება აქ, წყალზე დაშენებულ სოფელში. უყურებ ამ ხალხს და ხვდები, რომ უბრალოდ ბედნიერები არიან. თითქოს არაფერი ადარდებთ, არაფერი აწუხებთ და ყოველი წუთისგან იღებენ სიამოვნებას. მეც ბავშვობის მოგონებები გამიღვიძეს. გამახსენა მთელი სოფელი რო ვიკრიბებოდით და ერთმანეთის სიყვარული უბრალოდ გიხაროდა. მართლა მაგარი დრო იყო და საბედნიეროდ აქ ჯერ კიდევ ეგ დრო აქვთ. ეს დაყვება მთელი სოფლის ბავშვები, იმიტომ რომ აქ ტურისტი და უცხო სახე ხო ხდებით, წარმოუდგენელია 10,000-ში ერთხელ ალბათ. ხო და ეხლა ვეძებ ჯერ კიდე დასარჩენს, იმედი მაქვს მალე ვიპოვით, იმედი მაქვს საერთოდ ვიპოვით. ვესაუბრეთ ოჯახს და დაგვთანხმდნენ და აი აქ დავიძინებთ დღეს. ეს იქნება ჩვენი საძინებელი. ხო, ესეთი საყვარელი სახლია, ესეთი საყვარელი ოჯახია. მიგვიღეს უპრობლემოდ და აი კუთხეში გამოგვიყვეს ადგილი, რომ დავიძინოთ ძირს რა. რა თქმა უნდა, აქ საწოლი და რაღაც ეგეთ პრეტენზიები არავის არ აქვს, მაგრამ ნახეთ რა ხედი გვაქვს. ხალხი ასეთ ხედებში $1000 იხდის მოგზაურობისას. ამათთვის კი ეს ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. დედამ კუსტარულ აკვანში ბაღანა დააძინა. საჭმელს მოგიმზადებთო. ხო და სანამ საჭმელი იქნება, დროა კაბალუტანელ ბავშვებს კამერა ვათხო.
What of people are really simple life, but they are very happy because they are not very important to looking at something luxury like luxury car, luxury house, and then everything. So people tolerant each other and then always help each other. They don't need to go to the big restaurants so on. So they what they have, their simple life. Their husband going down to the sea to cut the fish, and every day they can enjoy together, and then they share with their family and so on. მათი ცხოვრება მართლაც ძალიან მარტივია. მამაკაცების ძირითადი ნაწილი მთელი დღე სათევზაოდ არის გასული და სახლში ნაირ-ნაირი ზღვის პროდუქტით ბრუნდება. ამ დროს კი ქალები სრულად არიან ჩართულნი ბავშვების აღზრდაში. საოჯახო საქმეს აკეთებენ, პატარა მაღაზიას მართავენ და ასე შემდეგ. მათი გართობა კი სოფლის ცენტრში შეკრება, ფრენბურთის თამაში, სიცილი და ერთმანეთია. ეს ლეგენდარული ჯაგოა. ჯაგოზე 2015 წელს ფილმიც კია გადაღებული. კაბალუტანში ერთ დროს ყველაზე გამორჩეული, ძლიერი და პროფესიონალი მყინთავი, რომელიც აკაურებსაც და სხვა ადამიანებსაც აოცებდა თავისი შესაძლებლობებით. და ჯაგოც ამაყია, როგორც ნახეთ, ზედაც გაიხადა, იმიტომ რომ აი იმ ფოტოსავით უნდა რომ ისევ გამოჩნდეს, ისე უნდა რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს და ღმერთმა იცის რა ხდება მის გონებაში და რამხელა სიამაყე ტრიალებს. Palang. Ya. Sudah timbul. Mudun lagi. Sampai dasar sampai ke sana. კაბალოტანზე აქვთ სკოლაც და აქ მისასვლელად ასეთი ფიცრების გზა უნდა გაიარო. უეჭველად თქვით ახლა აქ პირველ კლასელ ბავშვს რანაირად გაუშვებდი, რა სიგიჟეაო, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ბავშვები სულ სხვანაირები არიან. სხვანაირად მოქნილები, გაკაჟებულები და ყოჩაღები. ფიზიკური მონაცემები იდეალური აქვს, მაგრამ ცუდად აქვს საქმე განათლებაში. იულიუსი მიყვებოდა, რომ ძალიან უჭირთ ბავშვებს სწავლა. ვერ ითვისებენ საგნებს. ბავშვებთან ერთად მასწავლებლებსაც უჭირთ ახსნა, გადმოცემა და ასე შემდეგ. არ აქვთ სრულყოფილი საგანმანათლებლო სისტემა. თუმცა დასაფასებელია, რომ ამ მიკარგულ ადგილზე მაქსიმალურად ცდილობენ განვითარებას. აქვთ სასკოლო ფორმები, აქვთ დისციპლინა, ატარებენ გაკვეთილებს და არ ცხოვრობენ მიზნებისა და მომავლის იმედის გარეშე. ეს ამ სკოლის ღია კაფეა, სადაც მასწავლებლები იკრიბებიან ხოლმე. ასე გამოიყურება ამ სკოლის ბუფეტი. Menyenangkan dan bahasa baju juga bisa diperluaskan ke berbagai negara. Seperti kita ingin memperluaskan suku Bajo. Ya, itu saja. Sorry, Mister. როგორც მოისმინეთ, მათ ძალიან უჭირთ აზრის სწორად გადმოცემა. თუმცა მთავარი ისაა, რომ კაბალუტანზე ბოროტებას ვერ ნახავთ. მარტივი მისახვედრია, რომ ბაჯაუ ხალხის ყოველდღიური საკვები არის თევზი, რა თქმა უნდა, და ახლა ვიყიდეთ ეს ახლახანს მოტანილი თევზი კალბატონისკენ. შევწავთ და შევჭამთ. შემდეგ ტუალეტში მომინდა და უცბად გავიაზრე, რომ აქ კანალიზაცია ვერ იარსებებდა ფიზიკურად და კი ბატონო, ცოტა ხნის წინ ბავშვებთან ერთად რომ ბანაობდი, ჩვენი სახლის გვერდით და რომ მეგონა რა საოცარი წყალია, როგორი გამჭვირვალეა მეთქი, ზუსტად ეგ აღმოჩნდა აქაურობის კანალიზაციაც. პირდაპირ ოკეანეში, კამკამა წყალში იმას შვები. ხოდა რა ვიაბა. საბედნიეროდ იგივე წყლის დალევა არ გვიწევდა. კაბალუტანს სუფთა სასმელი წყალი მიმდებარე კუნძულიდან მილებით მოეწოდება, რომელსაც შემდეგ ადგილობრივები ჭურჭლით იმარაგებენ. ძალიან ცუდადაც არ მიძინია, რაღაც ეგ შეგზნებე მაქვს, რომ წელში გამასწორა ვიღაცამ თუ რაღაც ეგეთი რა. ხო და ეხლა ყავის დროა. ყავის და ბაჯაუ ხალხის აღმოჩენის დროა. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო Starbucks-ის ცივ ყავას, რომ არსებობს და რომ ჩემი YouTube არხის სპონსორია. რომ ასე ჩვეულებრივ თავგადასავლებში ენერგია სულ მაქვს. სამწუხაროდ მაცივარი არავის აქვს, რომ კარგად ჩაგვეცებინა, მაგრამ რა მაცივარზე ხალხო ლაპარაკი და რა პრეტენზიები უნდა ქონდეს საბჭოში ხედა. და აქ რომ დილას Starbucks-ის ყავი იწყებ, მაგრა დასწორებს დამიჯერეთ.
ეხლა შევჭამთ და გავემზადებით ოკეანეში შესაცურად. დღეს დიდი დღეა, იმიტომ რომ ამ ხალხის ყვინთაობას უნდა დავესწრო. აივანზე ვარ შეკრებილი, მთელი ბავშვები აქ არიან და 4 დღე დამრჩა სანამ წამოვალ საქართველოში რა. ეს 4 დღე რამენაირად გავძლებ, აქ აურ საჭმელზე არ არის პრობლემა, გავძლებ და ის კრისპი, რომელიც შენახული მქონდა ამ დღეებისთვის, ხო, რომ გამეძლო და მაღაზიებში ვზივარ ხოლმე მოგზაურობაში ზოგადად, რომ რაღაცნაირად ხო ვერ ვჭამ ადგილობრივ რაღაცებს და ეხლა მაგას გამოვიტან და ამ ბავშვებს გავასიჯებ, იმიტომ რომ უბრალოდ მუღამი მაქვს რომ რაღაცა საინტერესო გემრიელი და უცხო გასინჯონ, თევზისგან განსხვავებული რა. ხო და ერთ წელს შევინახე უბრალოდ ჩემი უკანა გზისთვის. Enak. აი ესეთი საყვარლები არიან და რა გავაკეთო არ ვიცი რა. ჰა? რა გავაკეთო მითხარი? რა გავაკეთო რა? ღონჭივით რო ხარ. ღონჭი ხარ? თქვი ღონჭი ხარ თუ რა ხარ? თქვი. მისტერ, იო, მისტერ. აი ესეთი საყვარლები არიან და ბედნიერი ბავშვები რა. ეხლა წარმოედგინე ამათ რომ დააკავო ეს რა ქვია, ტელეფონები და რობლოქსები. კაბალუტანში კვირაში ერთხელ იმართება ბაზარი. ადგილობრივების მთავარი შემოსავალი ვაჭრობაა, რა თქმა უნდა ზღვის პროდუქტებით, რომელთაც საპორტო ქალაქებში აბარებენ ან პირადად ყიდიან მოსახლეობაზე. მიღებული თანხით კი საშუალება აქვთ ამ საკმაოდ მრავალფეროვან ბაზარში შეიძინონ სასურველი ნივთები, ტანსაცმელი თუ საკვები. გამყიდველები ზოგი ადგილობრივია, ზოგიც ამ დღისთვის ჩამოსული. Di sini ada bawang, ada tomat, ada rica. Oke. Yeah, banana stick. You come from? Yes. You come from Georgia, Indonesia. Nice to meet you. I don't see. ძალიან ცხელ, ანუ მაცივარი ხო არავის არა აქვს. წყალსაც თბილს ვსვავთ და აი ცივი რაღაცა როგორ მენატრებოდა იცით და დღეს გამიმართლა პორტოხლის წვენს დავლევ. იმედი არ მოვიწამლებ. ძალიან კაია. ჰეი! Terima kasih. თავიდან მეგონა რომ ეს ხალხი ძალიან შორს იყო ცივილიზაციისგან, თუმცა არა, ყველაფერი იციან და თანამედროვე ნივთებსაც იყენებენ. მეტიც, სახელმწიფომ მათ ანძაც დაუდგა. ახლა ინტერნეტიც მიეწოდებათ. ასევე აქვს ტელეფონებიც. წყალზე ცხოვრება ყველაფრისგან შორს, უბრალოდ მათი არჩევანია. უყვართ აქაურობა და არც კი განეხილავენ კაბალუტანის დატოვებას. მოკლედ აი ეს მოდიხარ მაღაზიაში აქ და 6000 ამათი პული ღირს Wi-Fi 3 საათიანი ინტერნეტ 3 საათიანი წვდომა რა. Hello. კაბალუტანი. Thank you. Terima kasih. Thank you. აი ეს არის მოკლედ ვაუჩერის კოდი. ამას შეიყვან იქ მიდიხარ ერთ წერტილსაც Wi-Fi სიჭერს და გაქვს ინტერნეტი რა 3 საათი. Saya berharap harus dijaga baik karang kabalutan seluruh dunia. She said dunia. What is dunia? Dunia is a world. World. Yeah. Actually in my language, in Georgian language, the dunia is also means like the world. Dunia is all the world. All the world. All Azekha countries. dunia ნიშნავს Because it's a hopeless. დედამიწას სამათ ენაზე რა. დუნია, წარმოიდგინეთ ხო ეგრე მომთ ხოლმე რომ აი ამ დუნიაზე რა იარება და ისა და ის. Interesting. Harus memelihara lingkungan Bajo Kabalutan masa depan kita supaya karang kita itu teratur baik, tidak rusak. Apa arti menjadi orang Bajau bagi Anda? Saya berpenuh tekad melestarikan kebudayaan suku Bajo nenek moyang kami. Apakah Anda ingin anak-anak Anda hidup seperti Anda atau dengan cara yang berbeda? Saya tetap mempertahankan budaya kami kepada anak saya. Tetapi misi saya agar anak saya lebih berpendidikan ke depan. Apakah Anda senang? Ya, saya sangat senang jadi seorang suku Bajau. Baru. ეხლა უნდა მოვუწყოთ ფოტოსესია ბავშვებს. პატარა ფოტოსესია.
სანამ აქ წამოვიდოდი, ალტაში უნდა შემიარო, რომ მეყიდა რაღაცა, რასაც გამოვიყენებდი და რა ნივთსაც ესე ვთქვათ, გამოვაჩენდი ჩემს ვიდეოში, იმიტომ რომ ალტა ხო ჩემი არხის სპონსორია და ყველაზე მეტად აი ეს დავამუღამე ბინოკლი რა. იმიტომ რომ ხო ვიცოდი ხსაც მოვდიოდი და ვიცოდი რომ რაღაცა შორს ეგეთი სიტუაციები იქნებოდა რა და ანუ ყველაზე მეტად ასწორებს ალბათ აი ესეთ თავგადასავლებში ბინოკლით რო რაღაცაებს აკვირდები და ამუღამებ რა იმიტომ რომ აი რო არიციან რო ხედავ და რაღაცა შორიდან რაღაც მაგათ რაღაც ფუსფუსტე იმ მომენტში რაც წაკეთებენ მაგას რო აკვირდები აი ძალიან საინტერესოა რა ხალხის გარდა ანუ ზოგადად აი ბუნებას რო უყურებ შორს ხო აი მაინც სხვანაირი აღქმა აქვს ამას ეხა ფილმებში იქნებათ ნანახი აი იმის კადრები რო ერთხელ რო გაიხედებიან და რაღაცა შორიდან რო ხედავენ და მოკლედ მაგრად ასწორებს რა ანუ გირჩევთ რომ ესეთი რაღაცა მოგზაურობაში ის უქონდეს თან ახლა ეს ძალიან პატარა არის ამაზე უფრო ძვირიანებიც იყო ეს ხირდა 150 ლარამდე არის უფრო ძვირიანების და უფრო მაგრებიც მაგრამ ანუ ეს ახლა საკმარისია ჩემთვის რა რომ იმით რომ ვიკაიფო რომ აი რაღაცებს შორიდან რომ უყურებ და ამუღამებ რა ამასობაში მანდორიც გამოჩნდა ის კაბალუტარის გამორჩეული მკვინთავია და დღეს ამას დაგვიმტკიცებს ეს კალბატონი კი მანდორის მეუღლეა და ის ახლა მიხსნის როგორ უვლის და ინარჩუნებს ჯანსაღ კბილებს და რომ ამისთვის სულაც არ არის საჭირო ჯაგრისი და პასტა გაფრცხვნი არეკას კაკალს და მისი ნაჭუჭით გაიწმენ კბილებს. სახეზე კი მცენარეული მაზი უსვია, ისევე როგორც ბევრ სხვა ქალს აქ, მზის განდასაცავად. შემდეგ ალბატონებს ჩემი წინა YouTube ვიდეოს კადრები ვაჩვენე. მკვდრებს რომ ფეხზე აყენებენ და განსვიფრდნენ, გაოცდნენ. არ ვიცი აქამდე როგორ არ ქონდათ გაგებული თავისივე ქვეყნის ამ უცნაური რიტუალის შესახებ. თვითონ კაბალუტანელები მუსლიმები არიან და გარდაცვლილს 12 საათში მარხავენ აქვე, ახლო მდებარე კუნძულზე. და როგორც იქნა დადგა ექშენის დრო. მანდორმა ყვინთვისა და თევზაობის მასტერკლასი უნდა ჩაგვიტაროს. გულიმწყდება რომ აყვავანგი არ მაქვს რომ ვერჩავყვები სიღრმეში, რომ ამ სიგიჟეს შემთვალებით ვერ ვნახავ, მაგრამ არა უშავს. იმის თქმა მაინც შემიძლია, რომ ბაჯაუ ხალხის ყვინთაობას ვარ დასწრებული. დაახლოებით 9 საათში მივატეკით გიგანტურ მარჯნის რიფს. მე ცოტა ხანს გავჩუმდები და უბრალოდ ისიამოვნეთ მათი წყლის ქვეშა კადრებით. ნახეთ როგორ თავისუფლად არიან. თითქოს მთელი ოკეანე მათი საკუთრებაა. წარმოიდგინეთ წყლის ქვეშ 60 მეტრზე აღჭურვილობის გარეშე 13 წუთი. მართლა სიგიჟეა. მინდოდა ცოტა სიღრმეებში ჩავყოლოდი და იქაც გადამეღო, მაგრამ შანსი არ მქონდა. ვცადე და მაქსიმუმ 20 წამი გავქაჩე. ამბობენ მე-18-19 საუკუნეებში ბაჯაუ ხალხი პირატები იყვნენო. მოგვიანებით კი მოიპოვეს იდენტობა, მოქალაქეობაც მიიღეს და პირატობასაც თავი დაანებეს. ისინი ტრადიციული მეთოდით თევზაობენ. ანუ იყენებენ ამ ეგრეთ წოდებულ შუბს. გავუყევით წყალს ისევ კაბალუტანისკენ. გზაში ჩემი ბინოკლი ჩემს კაპიტანსაც ვათხოვე და მაგრად გაუსწორდა. ხო და პატარა სიურპრიზის დროც დადგა. Bro, you like it? Julius, how is it? Do you like it? How is it? Do you like it in Indonesia? Suka. Suka? Ya. Aha. How is it? I gift it to you. Saya kasih kamu. Terima kasih. Terima kasih. ამას უფრო გაუსწორდება ხა ხო არ გადავა ეს ბინოკლი დაზვირავს ხოლმე რაღაც და ამის მომავლეობა ეგრე დადის ესე ნავი დაყავს ხალხი და ათვალიერებს რაღაცებს კარნახობს თავის მეგობრს ო იქ წადი აქ წამოდი ხო და ფიქრობ რომ ამას უფრო გაუსწორდება ეს ყველაფერი რა რომ ეს მაგრამ ისწორდებოდა მაგრამ ხა ამას იმენა ჭირდება რა ხო და რა ვიცი Terima kasih Alta. Sama-sama. Sama-sama Alta. Sama-sama Alta. Alta, მოკითხები ჯიგრებო. ჩემი არხის სპონსორი. Good. Terima kasih, bro.
დროა ბოლოჯერ შემოვისეირნო ეს სოფელი და ნელ-ნელა გავუყვე გზას სამშობლოსკენ. ემოციები, რომელიც ამ ხალხისგან მივიღე, არასოდეს დამავიწყდება. მართლა დროში ვიმოგზაურე. იმ დროში, რომელშიც არც შუღლია, არც ბოროტება, არც ცხოვრებისეული პრიორიტეტების არევა, არც მატერიალურ ზედახამება. დროში, რომელშიც ყველა ერთმანეთით უბრალოდ ბედნიერია. დროში, რომელშიც ჯერ კიდევ არ არიან ადამიანები ტელეფონების ეკრანებს მიჯაჭვულები. მალევე მოსაღამოვდა და დამშვიდობების დროც მოვიდა. Terima kasih. Thank you very much. Terima kasih. Bye bye. I love you. ღამით ღრმა წყლებში ნავზე ყოფნა კი ერთ-ერთი ყველაზე მისტიური რამ არის, რაც შეიძლება ადამიანმა გააკეთოს სანამ ცოცხალი ხარ. და ამას სიტყვებით ვერ აგიხსნით. როცა თავად გამოცდით, მაშინ გაგახსენდებათ და მაშინ მიხვდებით, რაზე მაქვს საუბარი. 2 საათიანი წურვის შემდეგ კი მივადექით პულაუ პაპანს, სადაც მინდა რომ ერთი დღე ტროპიკულად დასვენებაში გავატარო. აუ მატრასი, ბიჭო, იმედი აქ ვიძინებს. მატრასი გაიჩნდა. აქაც ბაჯაუ ხალხი ცხოვრობს, თუმცა ისინი კაბალოტანთან შედარებით ბევრად ცივილიზებულები არიან. აქ ტურისტსაც შეხვდებით, ცივ კოკა-კოლასაც დალევთ, ინტერნეტიც იჭერს და პატარა რესტორანიც აქვთ. Boleh. შურდეთ უნდა მოსოვიყო. ამჯერა ხალხო, იმ მაღაზიიდან წეღარო გაჩვენეთ, ყინული მოიტანეს. ეხლა არის პირველი საათი ამ დროისთვის უკვე მზად არის ხოლმე ყინული და ყიდიან რა. ახლა დავითრიეთ, შეგვიძლიათ ცივი დავლიოთ. ცხოვრების წესი აქაც იგივეა, თუმცა გასაგანია გაცილებით მეტი. ქოქოსის ბიზნესი აქვთ, ტურისტებისგან იღებენ ფულს და საპორტო ქალაქებთანაც შედარებით ახლოს არიან. აგერ ამ სახლში ავეჯი და წყლის დისპენსერიც კი აქვთ. კონკრეტულად ამ ოჯახის მაგალითზე რო ავიღოთ, აშკარად აკეთებენ ახლა ისეთ ფულს, რომ თავისუფლად შეუძლია წავიდნენ და სამდე მიწაზე სოფელში იცხოვრონ უკეთეს პირობებში მაგალითად, რა ვიცი, ანუ განვითარდნენ, მანქანა ყავდეთ, სკოლაში ატარონ ბავშვები, აქაც არის სკოლა, მაგრამ უკეთეს სკოლას გულისხმობ რა და ნუ რაღაც უფრო მეტი გასაგანი ჰქონდეთ, მაგრამ არა. ძირითადად რაც დავამუღამე და რაც ეხა ეს ჩემი ძმა გიდი მებაზრება ხოლმე არის ის, რომ არავის არ უნდა წასვლა, რა ყველას ურჩევნია აქ იყოს და აქ განვითარდეს. აი ესეთი პატრიოტი ხალხია ეს ბაჯაუ ხალხი და მაგრადაც ასწორებს რა. მეტა ყველა ეგეთი პატრიოტი იყოს. ამ უცნაური ზღაპრიდან ისე ვერაფრი წამოვიდოდი, აქაურ სანაპიროზე რო არ გადავსულიყავი. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ბაჯაუ ბავშვებთან ერთად. ასე დასრულდა ჩემი ინდონეზიური თავგადასავალი. იმედი მაქვს, რომ ისიამოვნეთ და კარგი ემოციები დააგროვეთ. მადლობა რომ იყურეთ. და ხო, წინ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო და გემრიელი ვიდეო გელით ჩემს არხზე. ამიტომ ახლა ძალიან გამახარებთ და სტიმულს მომცემთ თუ ჩემს არხს უბრალოდ გამოიწერთ და ზარის ღილაკსაც გააქტიურებთ. შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.